დღეს გადაცემაში ნახავთ. არი ნერვიულო. ეხა ვიხსენებ შემაწუხა თუ არა იქ. კողომ. ესეთი ვიმკითხეთ რა. მათემატიკაში პასუხი უცნობი არ არსებობს. ამ ნივთიერების შესახებ არაფერი არ ვიცი. გარისკავთ დათია. დარწმუნებული არა ვარ. ვფიქრობ გავრისკო, მაგრამ ესე მარტივად იქნება საქმე? არ მივდივარ სწორად ვარაუდებში. მე ვერ გეტყვით. საგამო მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობ თამაშს, შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ, გვანცა გუჯაბიძე. მადლობა ჩვენს დარბაზს. განსაკუთრებით ეტიკეტისა და მომსახურების შემსწავლელი იპა აკადემია. ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუენი და Smart Step აკადემია. ასევე მეოცე საჯარო სკოლა. გვანცა როგორ ხარ? ხო არ ნერვიულობ? ცოტას. ცოტა არა უშავს. გვანცა არის 32 წლის ლანჩხუთიდან. დიახ. ჩემი საყვარელი ქალაქი. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ. ვისთან ერთად მოხვედით სტუდიაში? ჩემს დასთან ერთად. მოგესალმებით. მადლობა. გვანცას ჰობი, ცეკვა და ცურვა ყოფილა ძალიან კარგი. ეხა აქტიურად დაკავებული ვარ სოციალური ცეკვებით, ეს არის ბაჩეტაზე დავდივარ. და პირაში ერთხელ ქართულ ცეკვებზე დავდივარ სამოყვარულო დონეზე. ძალიან კარგი. 100,000 ლარს რომ მოიგებ, გვანცა, რას ვიზამთ მაგ შემთხვევაში? კონკრეტული მიზანი მაქვს, მინდა რომ ჩემი მშობლები გაუშვა სამკურნალო დასასვენებელ კურორტზე. გასაგებია. მე წარმატებას გისურვებ. ახლა კი წესებს შეგახსენებთ. რათა 100,000 ლარი მოვიგოთ, სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ მოგებული თანხა, ხოლო თუ არასწორად მიპასუხებთ, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? დიახ, ერთ შეგეკითხებით შეიძლება. თამაში შეწყობა როდი შეიძლება დასმული შეკითხვიდან პასუხების მოსმენის შემდეგ თუ სანამ გადავწყვეტ რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ? არა, დასმული კითხვის შემდეგაც შეგიძლიათ უარი თქვათ და შეწყვიტოთ თამაში. გასაგებია. დახმარებაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად ყველაფერი. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. ისმით. 100 ლარი. წელიწადში რამდენჯერ აღნიშნავენ ადამიანები დაბადების დღეს? ერთხელ, ორჯერ, ყოველთვიურად თუ სეზონზე ერთხელ? პასუხი არის წელიწადში ერთხელ. ერთხელ. რა თქმა უნდა, 100 ლარი თქვენი. მეორე კითხვა 150 ლარი. რა მასალისგან იყო დამზადებული კონკიას საბანკეტო ფეხსაცმელი შარპეროს ზღაპარში? დერმატინისგან, ბროლისგან, ნატურალური ტყავისგან თუ ხისგან? სწორი პასუხი არის B, ბროლისგან. B, ბროლისგან. 150 ლარი თქვენი. მესამე კითხვა 200 ლარი.
რომელი ასო მეორდება 2-ზე მეტჯერ სიტყვაში შემომეჭამა? ე ა მ თუ ო? აბა რო დავთვალოთ, არ შეგვეშამოს. ე რამდენჯერ არის? ერთხელ. ე რამდენჯერ არის? ვაიმე ბოდიში ორჯერ. ბატონო. ა არის ორჯერ. მ მუ არის სამჯერ. ო არის ერთხელ, შ ერთხელ და ჭ ერთხელ. აქ გამომდინარე პასუხი არის ესი მ. ც მ რა თქმა უნდა 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. ქართული ანდაზის თანახმად როგორი ხილია გემრიელი? დაუმწიფებელი, დაჭრილი, გამოწურული თუ აკრძალული? სწორი პასუხია დ აკრძალული. დ აკრძალული. მართალია. 250 ლარი თქვენია და მივადექით მეხუთე კითხვას. გარანტირებულ 300 ლარი. პლოცკო გუბცი და პლოცკო. ბარბარიზმებია და ქართულად ნიშნავს ბრტყელტუჩას, სახრახნის, ხერხს თუ კანჭს. ამ შეკითხვაზე ახლა პირველი გამახსენდა მამა ჩემი, რომელსაც აქტიურად ვეხმარები ხოლმე. ძალიან კარგი მამას ვეხმარები. რა თქმა უნდა. პლოცკო გუბცი კარგი. დიახ. და ალბათ არა, ეს პასუხი არის ბრტყელტუჩა. ა. ბრტყელტუჩას. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია, ვანცა. რომელსაც მერავი ვერ წააგებს. თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი და ასევე 3 დახმარება ხელუხლებელი. მაშასე მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელია მეტი? 1/2 თუ 1/3? ა 1/2 ბ 1/3 c ტოლია თუ d პასუხი უცნობია? პასუხი არის b 1/3. დარწმუნებული ვართ ისე ამაში? დიახ, აი რომელია მეტი 1/2 თუ აი როგორ 1/2 ნახევარს გულისხმობს, 1/3 ნახევარზე მეც. აი ავიღოთ ერთი პიცა თქვათ. დიახ, 1/2 რამდენი გამოვიდა პიცის? ნახევარი. და კიდე ერთხელ რომ გავჭრათ? 1/2 ნახევარია. 1/3 ნახევარზე ნაკლები? არა, კიდე ორი ვარიანტიც არის. ტოლია და პასუხი უცნობია. პასუხი უცნობი არ არის, მათემატიკაში პასუხი უცნობი არ არსებობს. ნუ შეიძლება არსებობდეს, რომელსაც უნდა გამოიკვლიო. ტოლი არ არის. ანუ 1/2 უფრო მეტია თუ 1/3? პასუხია ნახევარზე ნაკლებს ნიშნავს 1/3. ანუ მეტი რომელია? 1/2. საბოლოო პასუხია? პასუხია ა 1/2. ა 1/2. დავამწვანოთ რა თქმა უნდა. და 400 ლარი თქვენია, გვაცა. გვაცა, არის ნერვიულო? სანერვიულო არ არის არაფერი. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. რომელიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დაიბადა საფრანგეთში 2000 წელს? ა გიორგი მიქაუტაძე, ბ გიორგი ქოჩორაშვილი, c გიორგი ჩაკვეტაძე, თუ d გიორგი მამარდაშვილი? პირველი ვინც გამახსენდა ამ შეკითხვაზე, ეს იყო გიორგი მიქაუტაძე. რატო?
ქართულ ფეხბურთელებში ესე რო გითხრათ ძალიან კარგად ვერ ყვევი მეთქი ვერა, მაგრამ ეხა ეს ერთი ჩემი მოგაფარი, რომელსაც თხოვე რომ გამომყოლოდა. და არ გამომყვა და არ წვდებული ვარ ის აუცილებლად უფას ვიღებდა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეხა ვფიქრობ, რომ მიქაუტაზე არ ვიცი ეს ხო ის ბიჭია, რომელსაც ქართულს ცოტა ტეხავს და სახუმარო ვიდეოები ხდება მის შესახებ. თუ არსები ეს ბიჭია. გიორგი ჩანკვეტაძე ეს ბიჭი ვიცი და არ ამგონია რომ იყოს დაბადებული საფრანგეთში. ქოჩორაშვილის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მამარდაშვილზე ვფიქრობ, რომ საქართველოშია დაბადებული. მე პასუხს დავაფიქსირებ, გიორგი მიქაუტაძე. დავაფიქსიროთ. დიახ. გიორგი მიქაუტაძე. რა თქმა უნდა. 500 ლარი თქვენი. დახმარებებიც არ გამოგვიყენებია, ძალიან კარგად მივდივართ გვანსაცენ და მერვე კითხვა 1000 ლარი. ქვეყანა ევროპაში, სადაც 2025 წლამდე კოღოები არასდროს შეუმჩნევიათ, არის A. ისლანდია, B. გაერთიანებული სამეფო, C. ნიდერლანდები, თუ D. დანია. დასვენებული და მოსვენებული იყო ისერი კოღოების გარეშე. რაღაც აქ გლობალური ამბავი იქნება დათბობის ამბავი ვფიქრობ. გაერთიანებულ სამეფოს გამოვრიცხავ. რატომ? კლიმატიდან გამომდინარე მეტნაკლებად. გარდა ამისა იქ ტენიანი ჰაერიც არის, შესაბამისად კოღოს არსებობისთვის ის რა არის არსებობს იქ კოღო, ესეთი არის. ნიდერლანდებსაც გამოვრიცხავ, ფიქრობ ისლანდიას და დანიას. დანიაში ვარ ნამყოფი და ეხლა ვიხსენებ შემაწუხად ვარ იქ კოღომ. და რა გახსენდება ჩიკაწუხად? სამთარში ვიყავი და თუმცა მწერები იყო. მე დავაფიქსირებ ისლანდია. საბოლოო პასუხი? დიახ. საბოლოო პასუხია ისლანდია. კოღოები 2025 წლამდე არ შეუმჩნევიათ ისლანდიაში. და 1000 ლარი თქვენია. ძალიან კარგად მივდივართ. 3 დახმარება გვაქვს, გამოუყენებელი. და მეცხრე შეკითხვა. 2000 ლარი. რამდენი წლის იყო ჯულიეტა, როდესაც რომეო შეხვდა შექსპირის პიესის მიხედვით? A. 13, B. 14, C. 15, თუ D. 16. აბა გვანცა, გვახსოვს? კარგად. მათი თავგადასავალი უფრო კარგად მახსოვს, ვიდრე მათი ასაკი, თუმცა მე მახსოვს, რომ ის იყო 13 წლის. იმ პატარა იყო. 100% იცი? დახმარებები გაქვს 3. მე კი ვიცი, რომ მაქვს დახმარებები, თუმცა მახსოვს 13. პატარა, იმიტომ რომ როცა ეს ამბავი, ესე რომ ვთქვათ, უფრო ვუყურებ მე რაღაცებს, მაშინ ჩემი ეს შოკი იყო, რომ რა პატარა იყო, რომ 13 წლის. რაღაცა ამ თარიღმა დამამახსოვრდა ეს თარიღი. პირდაპირ გარისკავდა დაასახელებ თუ მაინც გადაამოწმებ, ასე ვთქვათ. მე გეტყვი, თუ გარისკავდა პასუხი სწორი იქნება, მოიგებ 2000 ლარს. დიახ.
თუ არასწორი იქნება პასუხი, ჩამოვარდებით 300 ლარზე და კარგავთ ამ შემთხვევაში 700 ლარს. მოდით იყოს 50-50. კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს 2 არასწორი პასუხი. იქნებ 3. დარჩა A 13 და C 15. მაშინ დავაფიქსირებ A 13. საბოლოო პასუხია 13. A 13. და ეს ორი პასუხია. 2000 ლარი თქვენია. მაინც კარგია რომ დარწმუნდებით გვაცა და გადაამოწმებთ ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ არ ღირდა მე ვფიქრობ. არ ღირდა ხო? მაგრამ იქ რაღაცები რა შემომიწვრა. ორი დახმარება გვაქვს დიახ. და მივედით მეათე კითხვა. გარანტირებული 3000 ლარი, თუ რა თქმა უნდა, სწორად უპასუხებთ ამ კითხვას. დიახ. მაშასე, ყურადღებით, მეათე შეკითხვა. 3000 ლარი. რომელ სანელებელში შედის ყველაზე დიდი რაოდენობით ნივთიერება პიპერინი, რომელიც მას დამახასიათებელ მკვეთრ გემოს აძლევს? A. შავ პილპილში, B. რეჰანში, C. ომბალოში, თუ D. ჯანჯაფილში. ომბალოს ვფიქრობ. თუმცა რეჰანსაც მკვეთრი გემო აქვს. შავი პილპილი აქედან გვანცა ასე ვთქვათ გემო მკვეთრი 4-ვეს აქვს. მაგრამ პიპერინი ნივთიერება მხოლოდ სამწუხაროდ ეს ამ ნივთიერების შესახებ არაფერი არ ვიცი. ეხლა ცოტა რაღაც რომ ცოდნოდა, რაღაც ლოგიკით წავიდოდი, მაგრამ თუ პიპერინი გამოვიყენებთ თუ ეგრე წავალ რუსული ბარბარიზმით. შავ პილპილს ვფიქრობ. ვინმე ხوارიცის ახლობლებიდან საერთოდ რო ქვია დახმარებას და გამოვიყენოთ. ან იქნებ დარბაზში, შედოს ვინმე თუ გარისკავ. არ ვიცი რომ ვფიქრობ გავრისკო, მაგრამ ესე მარტივად იქნება საქმე? მე მაინც შეგახსენებ თუ გარისკავ და სწორი პასუხი იქნება, თქვენ გარანტირებული 3000 ლარი გეკნებათ, რომელსაც ვერავინ ვეღარ წაგართებთ. მაგრამ თუ პასუხი არასწორი იქნება, ჩამოვარდებით 300 ლარზე და 1700 ლარს დაკარგავთ. მესმის. რისკი თუ დახმარება. ვფიქრობ ამ ეტაპისთვის არ ვიცი. მოდით დარბაზს ვკითხავ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ეხლა დარბაზის საერთო ასაკიდან გამომდინარე არ ვიცი, მაქვს თორე იმედი. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ვთხოვთ რომ ხელი აიწიოს. რომელ სანელებელში შედის ყველაზე დიდი რაოდენობით ნივთიერება პიპერინი, რომელიც მას დამახასიათებელ მკვეთრ გემოს აძლევს? ერთი ყავს, ერთი მსურველი. გაგვეცანით თუ შეიძლება? გამარჯობა, მე ვარ გიორგი, 21 წლის. სიმწარეს პილპილებს აძლევს კაფსიცინი და პეპერინი უნდა იყოს, აი, ციცაკის არომატის დამახასიათებელი შემადგენლობა. ამიტომ ჩემი აზრით არის შავი ციცაკა კი. მადლობა. გვანცა დიახ. მარტო ერთი მსურველი ყავდა დარბაზიდან და თქვა შავი პილპილიო. მახსოვს რომ ასე ვთქვა შენი ვერსიაც იყო ასეთი შავი პილპილი. დიახ, მე ლოგიკით წავედი, უბრალოდ არ ვიცი ამ ეტაპზე და ამ თანხაზე ესეთი სხვა კუთხით ვფიქრობ. ენდობი დარბაზ თუ დაგჭერდი დახმარებას და იქნებ გადააწყო. არა, მაგას ჯერ ხალხს ვერ მოვკიდებ. შემოინახავ. დიახ. რისკა? გავრისკა. და საბოლოო პასუხია? შავი პირბილი. შავი პირბილი. გვანცა თავიდან თქვი
ომბალო მახსოვს. დიახ. ეგრე გეთქვა. არასორი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის შავი პილპილი. 3000 ლარი გარანტირებული შენია. მადლობა. მადლობა დარბას. დაგჭა გვანცა ერთი დახმარება ზარი ახლობელთან დიახ. და მე-11 კითხვა. დიახ. 6000 ლარი. ამ ცნობილი შედევრებიდან რომელი შეიქმნა ყველაზე გვიან? A. კლიმტის კოცნა. B. მუნკის კივილი. C. გოგენის ყვითელი ქრისტე. თუ D. მატისის ქალი ქუდით. ვიცით ეს დამუშევრები, ბაц. აქედან რომელი იცი? მხოლოდ ორი ვიცი. დიახ. გოგენი. რომელი ორი იცით? ეს კივილი მუნკის დიახ. კლიმტის კოცნა. მე ვფიქრობ, რომ პასუხი არის D. კლიმტი, მუნკი, გოგენი თითქმის ახლოს იყვნენ. დიახ. საუკუნეების კუთხით. მიმდინარეობაც თითქოს მსგავსი არ ქონდათ, მაგრამ ერთ კონკრეტულ რაღაც და მატისის შესახებ სამწუხაროდ ეს არ მახსენდება ამათთან უფრო გვიანდელი მხატვარი მგონია. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე გვიან ნიშნავს ყველაზე ბოლო რომელიც შეიქმნა. დიახ. ამას გულისხმობს. ანუ უფრო ახალი. ესე იგი დიახ. შეკითხვა არასწორად აღვიქვი. ყველაზე გვიან, ანუ ყველაზე ახალი ასე ვთქვათ. მაშინ ეს იქნება დიახ. გოგენის ყვითელი ქრისტე. რატო იქნება? რატო გადაწყვიტეთ? გოგენი ამათ შორის უფრო თანამედროვე მგონია პერიოდის მიხედვით. შესაბამისად აღვიქვი ესე. გვანცა მე უნდა შეგახსენო მაინც, დიახ. რომ თუ გარისკავდა პასუხი არასწორი იქნება 3000 ლარზე გაჩერდებით. ამ შემთხვევაში არაფერს კარგავთ, უბრალოდ თამაშს ვეღარ გავაგზავნებთ. მესმის. თუმცა თუ სწორი იქნება პასუხი, თქვენ 6000 ლარს მოიგებთ. ასევე გაქვთ ერთი დახმარება ზარი ახლობელთან, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ. თუ ყავთ ისეთი მეგობარი, რომ ერკვევა მხატვრობაში, შეგვიძლიათ დავეკოთ. მოდით დავურეკოთ დავვრეკავთ? მეგობარს და თანამშრომელს ლიკას. ვეკავთ მეგობარ ლიკასთან, ვიყენებთ მესამე დახმარებასაც. ისმენთ? ლიკა. მოგესალმებით ლიკა. მოგესალმებით. მე გახლა ვარ დათო დარჩია, გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100.000. დიახ, ისმენთ? გვანცა გუჯაბიძე მიზის, მე ახლა წინ და თქვენი დახმარება სჭირდება. შევეცდები დავეხმარო. მას გარანტირებული 3000 ლარი უკვე აქვს და თუ სწორად უპასუხა ამ კითხვას 6000 ლარს მოიგებს. ვაუ, აბა შევეცდებით. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო, გვანცა თავად დაგისვამთ გეტყვით კითხვას. ლიკა. და დრო ჩაირთო. ამ ცნობილი შედევრიდან რომელიც შეიქმნა ყველაზე გვიან? კლიმტის კოცნა, მუნკის კივილი, გოგენის ყვითელი ქრისტე და მატისის ქალი ქუდით. ყველაზე გვიან? დიახ, ხო, ანუ ყველაზე ახალი რომელი იყო ამათ შორის? არ ვიცი, სწრაფად გვიჭირდება ისინი ვარიანტები? კლიმტის კოცნა, მუნკის გოგენი გამორიცხე. დანარჩენი? ყვითელი და მატისი. ორი წამი. კლიმტი, მუნკი, მატისი, გოგენი. დრო ამოიწურა სამწუხაროდ. ერთი თქმა რაც მოესწრო, გოგენი გამორიცხეო, რომელსაც პირიქით შენ სხვანაირად ფიქრობდი. დიახ.
როცა ჩვენ დახმარებები აღარ გვაქვს და ასე ვთქვათ, დასაკარგიც არაფერი გვაქვს ფულის მხრივ. ესე იგი მე მაქვს გარანტირებული თანხა 3000 ლარი. 3000 ლარი. თუმცა შეგიძლიათ გააორმაგოთ ეს თუ სწორი იქნება პასუხი. და რატო გამორიცხა გოგენი? უფრო. გოგენი რენესანსის პერიოდის ხო არ იყო? აი მეგმეთ, მომი. კლიმტის კოცნა, კლიმტი. მოდით იყოს მუნკის კივილი. რისკავთ. დიახ, გოგენი თუ უნდა გამოვრიცხო. საბოლოო პასუხია მუნკის კივილი. B. მუნკის კივილი. ამ დროს სწორად გამოირიცხა გოგენის ყვითელი ქრისტე თქვენი მეგობრისგან. მუნკის კივილი შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კლიმტის კოცნა. სამწუხაროდ თანხა ვერ გააორმაგეთ, თუმცა 3000 ლარი გარანტირებული თქვენია. მადლობა კარგი თამაშისთვის. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაში, შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმეთ, ნათია შათილიშვილი. ნათი არის 59 წლის თბილისიდან. პროფესიით მასწავლებელი. რას ასწავლეთ? ისტორიას. ისტორია, ძალიან კარგი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი. ჰობი არის ნათიას ბავშვებთან ურთიერთობა, მშვენიერი ჰობია. სხვანაირად არ ნათია, გავა. ვისთან ერთად მომბრძანეთ სტუდიაში? ჩემი გულშემატკივრები არიან, ჩემი ძმისშვილები და ჩემი პატარა შვილი. მოგესალმებით და რომ მოვიგებთ 100,000 ლარს, რას ვაკეთებთ? აი დავხარჯავ ვიცი. მე წარმატებებს გისურვებთ ნათია. მადლობა. რომ დავხარჯოთ ეს 100,000 კარგად და მაგრად, მაგრამ მე შეგახსენებ წესებს. 100,000 ლარის მოსაგებად ჩვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3000 ლარს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა. მაგრამ თუ არასწორად მიპასუხეთ კითხვაზე, მაშინ დაკარგავთ იმ მოგებულ თანხასაც. გასაგებია ხო ყველაფერი? ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რომელი სატრანსპორტო საშუალება გადავარდება გვერდზე თუ მას გაჩერებულს არ მივაყუდებთ კედელზე? ველოსიპედი, მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი, მატარებელი. ველოსიპედი რა თქმა. ველოსიპედი. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. ამათგან რომელია მოქცეული თვალის ფერადი გარსის შუაში? გუგა, გაგა, გოგა თუ გიგა? აი გოგა ჩემი ძმა. გუგას არ ვიცნობ და იგი იქნება. გუგა. და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. ქართული გამოთქმის მიხედვით რას ვერ დააჭრიან ყურებზე ადამიანს, რომელსაც ვერაფერს დააკლებენ?
ნიორს, წვანილს, კარტოფილს თუ ხახვს? დე ხახვი. დე ხახვს. და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. ამათგან რომელია 3-ის 5 წუთი? 14:55, 15:05, 13:55 თუ 14:05? სხვათა შორის ეს არის დაწყებითების მეოთხე კლასის მათემატიკის მასალა. ძალიან კარგი. სწავლობდი მაშინ კარგად და მახსოვს. 14:05. 14:05. 250 ლარი თქვენია. და მეხუთე გარანტირებული 300 ლარი. რა სახელითაა ცნობილი ფერმენტირებული ყურძნის წვენი? ლუდი, ღვინო, ლიმონათი თუ კეფირი? ყურძენი ერთადერთი ღვინო კეთდება. შესაბამისად B ღვინო. B ღვინო. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია ნათია. მადლობა. კარგად მიგივართ. გაქვთ გარანტირებული 300 ლარი და ასევე 3 დახმარებათ. მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელია ერთადერთი ხმოვანი სტანდარტულ კლავიატურაზე, რომელიც ასოების ზედა ხაზზე არ არის? A, E, I თუ O? A მახსოვს არის. დიახ. E. მეჭდავთ ხშირად. გიწევთ? ამ ბოლო დროს არ გამიგეთებია და ცოტა მიწევს ხოლმე როგორ არა, უფრო წლის ბოლოს. როგორ არის ხა გამახსენდეს აბა. E მგონია. იმიტომ რომ O მახსოვს არის ზევით. ესე იგი, კაბადონათია. დიახ. 3 არის ზედა ხაზზე და 1 არ არის ზედა ხაზზე. მოდი მაშინ დარბაზის დახმარებას არ მახსენდება ნამდვილად არ. ვიყენებ დარბაზის დახმარებას. ეცოდინება თუ კი ბატონო, დარბაზში თხოვთ ხელი აწიოს, ვინც იცის ზუსტი პასუხი. და ძალიან ბევრ ხელს ვხედავ სხვათა შორის. და აქითაც, იქითაც თქვენ არჩიეთ 3 ადამიანი ნათია, ვინც გინდათ რომ გიპასუხოთ. აი ეს მატრილი იყოს მაშინ. ეს მატრილი დიახ ერთი. აი კიდე ის გოგონაც შეიძლება. აი ეგ ხუჭუჭა. იქით. რა ვიცი, აი ზევით თეთრი მაისურით. ზევით, კი ბატონო. აბა გთხოვთ გაგვეცანით. მოგესალმებით პირველ რიგში. მე მდგია თემო. დიახ. ჩემი პასუხი არის A. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, თუ მენდობით მადლობა, მადლობა. დიახ, თქვენ? გამარჯობა, მე ვარ ნუცა ქლივიძე, Smart Step აკადემიის წარმომადგენელი და პასუხი არის ასობგერა A. მადლობა, გაგვეცანით? მე ვარ თემური, ჩემი პასუხი არის A. მადლობა. მოკლედ ნათია. სამივე მოსაზრება და სამივე A. სამივე ძალიან დიდი მადლობა. ენდობი დარბაზ. დიახ, რა თქმა უნდა. ვენდობი დარბაზ და საბოლოო პასუხია A. A. მადლობა, მადლობა დარბაზ. E, I, O არის პირველ ხაზზე და A არის მეორე ხაზზე. მეორე ხაზია. ძალიან კარგი, ერთი დახმარება გამოვიყენეთ, მაგრამ წინ წავედით და მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. რას განაგებდა ამირ სპასალარი ფეოდალურ საქართველოში? A. ხაზინას, B. ჯარს, C. სასამართლო დაწესებულებას თუ D. მემკვიდრის აღზრდას? ხაზინა მეჭურჭლეთ უხუცესია. სასამართლო მწიგნობართ უხუცესს ებარებოდა ხოლმე, სააჯოკარი. მემკვიდრის აღზრდა ათაბაგია, შესაბამისად. B. ვეფხისტყაოს აინც რო ვიცოდეთ, იქიდანაც გვახსოვს. ავთანდილის პასუხი? ამირ სპასალარისა ჯარი. ესეთი ვიმკითხეთ რა. B.
ჯანს. და ეს ორი პასუხია. 500 ლარი თქვენია. კარგად მივდივართ. კითხვაც მოგეწოდათ, ქალბატონათია, ესეთები მკითხეთო. მაშასე, მერვე შეკითხვა, 1000 ლარი. რომელი პრეისტორიული ცხოველი დაფრინავდა? A. აპატოზავრი, B. ტირანოზავრი, C. სტეგოზავრი, თუ D. პტეროზავრი. იცით ეს სახეობა? პტეროზავრი მაგალითად როგორია? ან აპატოზავრი. რანაირია? რომელი დაფრინავდა მაგალითად? რომელი შეიძლება დაფრინავდეს აქედან? პტეროზავრისკენ მივდივარ რატომღაც. არქეოპტერიქსი გამახსენდა და იქიდან გამომდინარე. პტეროზავრისკენ წავედი ამ შემთხვევაში პასუხზე. მე შეგახსენებ ნათია რომ თუ პასუხი იქნება არასწორი, 300 ლარზე ჩამოვარდებით. ხოლო თუ სწორად უპასუხებთ, მაშინ 1000 ლარს მოიგებთ. ასევე გაქვთ ორი დახმარება. კი. ზარი ახლობელთან და 50-50. მოდი გამოვრიცხოთ ჯობია მაშინ. კომპიუტერს ვთხოვოთ? კი. კომპიუტერს ვთხოვოთ. წაშალოს ორი არასწორი პასუხი. დარჩა ტირანოზავრი და პტეროზავრი. მაშინ ჩემ ძველ ვერსიას რო დაუბრუნდე. ანუ D. საბოლოო პასუხია? D. პტეროზავრი. საბოლოო პასუხი D. პტეროზავრი. და 1000 ლარი თქვენია. კარგია რომ გადავამოწმეთ. დაგვჭირდა ერთი დახმარება დიახ. და მეცხრე შეკითხვა. 2000 ლარი. რომელია პირველი ანიმაციური პერსონაჟი, რომელსაც გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ღირვანზე? A. მიკი მაუსი, B. ჰომერ სიმპსონი, C. დონალდ დაკი, თუ B. პიპკია. კითხვა რო დაიწერა. დიახ. პირველი რა თქმა უნდა დისნეიზე წავედი. და მიკი მაუსი მახსოვს რატომღაც. სიმპსონი და პიპკია, პიპკია კი არის იმის რა ქვია. დისნეის, მაგრამ არ მახსენდება რომ პიპკიას ვარსკვლავი ყოფილიყო ესეთი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, ამიტომ საერთოდ არც განვიხილავ ამ ვერსიას. ანუ გამორიცხავთ, ესე იგი სიმპსონს და პიპკიას გამორიცხავთ. სიმპსონებსაც გამოვრიცხავ. მიკი მაუსი და დონალდ დაკი. ორივე საყვარელია. დახმარება გააქვთ ეს ერთი კი, დახმარება. მაგრამ არა მგონია დიდად მათ ეს იცოდნენ, ესე ვფიქრობ მე. თუ თქვენ გარესკავთ და სწორი პასუხი იქნება, თქვენ 2000 ლარს 2000 ლარს მოიგებთ. ხოლო თუ არასწორი იქნება პასუხი, მაშინ ჩამოვარდებით 300 ლარზე და დაკარგავთ ამ შემთხვევაში 700 ლარს. ბატონი მიკი არივითო. გარესკავთ ნათია. თუ დაარეკავთ. კარგი დავრეკავ, ბატონო თართან დავრეკავ. ბატონო თართან. დიახ. ვიყენებთ დახმარება ზარი ახლობელთან და ვრეკავთ ბატონო თართან. დიახ. ბატონო თარ გამარჯობათ. გამარჯობათ. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. კი ბატონო, გისმენთ, დიახ. ნათია შათირიშვილი მიზის მე ახლა პირდაპირ და თქვენი დახმარება სჭირდება. კი ბატონო, გისმენთ ჩემო ბატონო. თუ სწორად გვიპასუხებთ, 2000 ლარს მოიგებს. გისმენთ ჩემო კარგო. 30 წამი გაქვთ დრო და ნათია თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო კი ბატონო. ჩაირთო. რომელია ანიმაციური პერსონაჟი პირველი, რომელსაც გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე? მიკი მაუსი, დონალდ დაკი,
სიმფსონები თუ ფიფქია? ანუ ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს რომელიღაცას, ხომ არ გახსოვთ? მიკი მაუსი და დონალდ დაკი. ჰომერ სიმფსონი თუ ფიფქია? 5 წამი. სამწუხაროდ პასუხი ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო პასუხი. დახმარებები ნათია აღარ დაგვრჩა? კი, დახმარებები აღარ არის. შესაბამისად, ან უნდა ავირჩიო. ვარიანტია რომ გარისკო დაიგებთ 2000 ლარს, თუ სწორად უპასუხებთ და თუ არასწორი იქნება პასუხი, ჩამოვარდებით 300 ლარზე. ან შეწყვიტოთ თამაში და 1000 ლარი წაიღოთ. არ მივდივარ სწორად? ვარაუდებში. მე ვერ გეტყვით. ანუ ფიფქი არ მახსენდება, რომ საერთოდ ესეთი იმით ყოფილიყო ვარსკვლავ გახსნილი დიდების ხეივანში. ნათია, აქ ვის აქვს ვარსკვლავი და ვის არა, აქ არის პირველად ანიმაციურ პერსონაჟს გაუხსნეს, ხო? პირველი. რას ფიქრობთ? 1000 ლარი გაქვთ. დიახ. თუ სწორად მიპასუხეთ, 2000 ლარი გექნებათ. დიახ. თუ არასწორად მიპასუხეთ, 300 ლარზე ჩამოვარდებით და დაგაგებთ 700 ლარს. ეჭვი მაქვს არასწორად მივდივარ ესე იგი და ამიტომ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. აუ გულიმწყდება რომ წყვიტავ თამაშს იმაზე, მაგრამ არ აღშავს მაშინ. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. შევწყვიტავ მაშინ თამაშს, ჯობია. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა რომ წყვეთ თამაშს. სამწუხაროდ. ნათია წყვეთს თამაშს, 1000 ლარი თქვენია. თუმცა მაინც რას უპასუხებთ? შეიძლება დონალდი გადამეწყვიტა ბოლოს. ცე დონალდ დაკი. არ იქნებოდით. სწორი, ეს არის მიკი მაუსი. ანუ და მე თქვა რაც მომივიდა თავში პირველივე რაც მომივიდა თავში, ის უნდა გეთქვათ. მადლობა. თამაშისთვის, კარგი თამაშისთვის და მობრძანებისთვის. ნახვამდის, კარგად გაგებოდეთ. ხო? ჩვენ ვაგზელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხო, მიესალმეთ, ლაზარე ჯავახიძე. მადლობა. ლაზარე არის 21 წლის თბილისიდან, სტუდენტი. დიახ. რაზე სწავლობ ლაზარე? არქიტექტურის ფაკულტეტზე. არქიტექტურის კურსზე, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. სტუდიაში ვისთან ერთად მოგწანდით? ჩემს მეგობართან ერთად, გიორგი ქათამაძესთან. მეგობარს მივესალმებით. ლაზარე, რას ვიზამთ? 100,000 ლარს რომ მოვიგებთ. უცებ აი რა გვანდა 100 ვაკეთებთ. ნუ სასწავლებლად გამოვიყენებ სავარაუდოდ. სასწავლებლად გამოცოდნის შესაძლებლად ასე ვთქვათ. კი. სად ვაპირებთ? ევროპაში სავარაუდოდ. მე წარმატებებს გისურვებ და იმისათვის რომ მოიგო 100,000 ლარი. სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. შენ გაქვს ასევე 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავი მოგებულ თანხასაც. მე მგონი გასაგებია ხო ყველაფერი? მზად ხარ? მზად არის ლაზარე. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. სკოლის რომელი საგნის წიგნში შეხვდებით ფორმულას x + y უდრის z? a. ქართული ენის, b. საქართველოს ისტორიის, c. მათემატიკის, თუ d. გეოგრაფიის? დავაფიქსირე პირდაპირ პასუხს, რა თქმა უნდა, ეს არის c. მათემატიკის. c. მათემატიკის. და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. ამათგან რომელი ნიშნავს რამეზე დათანხმებას და
რამის მოწონებას ინგლისურად? A. ok, uk, ak, თუ pk. ნუ რა თქმა უნდა, რამეზე დათანხმებას და რამის მოწონებას ინგლისურად ნიშნავს A, okay. Okay. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რას სვამენ ძროხები? ძიან ყავას, პორტოხლის სვენს, წყალს, ჭაჭას. ფიზიკური შესაძლებლობით ალბათ ყველას დალევა შეიძლება, მაგრამ ისე სვამენ წყალს, რა თქმა უნდა. C. წყალს. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. ამ სიტყვებიდან რომელი არ არის ქვედა საცვლის აღნიშნული? ბიკინი, ტანგა, ნიფხავი, აზღუდი. ხო, სიმართლე გითხრათ, აზღუდი აღარ მახსოვს რას ნიშნავს. დანარჩენები გახსოვს. დანარჩენები მახსოვს და რადგან სამივე ქვედა საცვლის აღნიშნული არის აქედან, მაშინ გამორიცხვის მეთოდით უპასუხებ აზღუდს. D. აზღუდი. და 250 ლარი თქვენია. მივედით გარანტირებულ 300 ლარზე, თუ სწორად უპასუხებთ ლაზარე. მეხუთე კითხვა 300 ლარი. რა არის ასანთის ღერების მინიმალური რაოდენობა, რითიც 2 ოთხკუთხედის გაკეთება შეგვიძლია? 4, 5, 6 თუ 7. ასათის ღერებზია საუბარი, მივხვდით ხო? რა თქმა უნდა. 2 ოთხკუთხედის გაკეთება შეგვიძლია, ხო? 2 ოთხკუთხედის გაკეთება შეგვიძლია. მინიმალური რაოდენობით. ხო, ნუ 1 ოთხკუთხედი იქნება წარმოდგენილი 4 ასანთის ღერით და 3 ასანთის ღერი თუ დაედება, ანუ გვერდებიდან და თავზე, ის იქნება მაშინ მინიმალური სავარაუდოდ 7. სხვა პასუხს არ არის მეთქი, ფიქრობ. მინიმალური მჭირდება ჩვენ. აი წარმოვიდგინოთ ასანთის ღერები. ოთხკუთხედი. ოთხკუთხედი ხო? და რამდენი უნდა დავამატოთ კიდე რომ მინიმალური ოღონდ. მინიმალური რაოდენობა. 2 ოთხკუთხედი, კიდე რამდენი უნდა დავამატოთ? 1 ოთხკუთხედი არის. კიდე ერთს რამდენს ვამატებთ? ხო. კიდე ერთი მაშინ იქნება მინიმალური 5, რა თქმა უნდა. ანუ საბოლოო პასუხია? არის 5, ხო. და 5. ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. გარანტირებული 300 ლარი თქვენია. თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ასევე 3 დახმარება, ხელუხლებელი ესეც. და მეექვსე შეკითხვა 400 ლარი. სადაური ქუდის ტარებისთვის გადმოაყარა ინგილო ქალმა ერეკლე მეფეს თავზე ქლიავი იაკობ გოგებაშვილის მიხედვით. A. სპარსული, B. არაბული, C. მონღოლური, თუ D. თურქული. როგორც მახსოვს, სპარსული უნდა იყოს თუ არ ვწდები. სპარსეთის შაჰისლა, როდესაც სპარსეთის შაჰთან ერთად ლაშქრობდა ინდოეთში, როგორც მახსოვს, მაშინ უსახსოვრეს ეს ქუდი. ნადირ შაჰმა იმდროინდელმა მმართველად თუ არ ვწდები, პირადად გადასცა ეს ქუდი და თუ არ ვწდები, ზუსტად ამ ქუდზე არის საუბარი. სპარსულს დავაფიქსირე. საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია, დიახ. A. სპარსული. თქვენ მართალი ხართ. 400 ლარი თქვენია. მეშვიდე კითხვა 500 ლარი.
კოქტეილის სისხლიანი მერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც მას წითელ ფერს აძლევს. წითელს. არის A. ჭარხლის წვენი, B. ალუბლის წვენი, C. შავი ყურძნის წვენი, თუ D. პომიდორის წვენი. გიყვართ კოქტეილი? დიდად არ ვიტანები რომ მოგეთყოთ. იშვიათად. სისხლიანი მერი იცი ის? კი. ზოგადად რა თქმა უნდა გამიგონია. ნუ ჭარხლის წვენი და პომიდორის წვენის გამორიცხავ, იმიტომ რომ არ მახსენდება არც ერთი კონკრეტულად ამ სახის კოქტეილისთვის რომ გამოიყენებოდეს. ალუბლის წვენს და შავ ყურძნის წვენს შორის რაც შეეხება. მაგათ შორის მაქვს გადასაწყვეტი საბოლოოდ. არ მგონია რომ რა არ გონია? ანუ სისხლიანი მერის ერთ-ერთი თავარი სახელწოდება რატომაც არის ის რომ რა თქმა უნდა სისხლის ფერი არის და შავი ყურძნის წვენ რომ მიანიჭოს ესეთი ფერი სიმართლე გითხრათ ეჭვმეპარება. ამიტომ ვფიქრობ ალუბლის წვენს. დახმარებას ხომ არ გამოიყენებ? რომ დარწმუნდე თუ არა ხარ 100% დარწმუნებული. სამივე დახმარება გაქვს, შეგიძლია აირჩიო, რომელიც გქნებავთ. გასაგებია. ერთ 50-50-ს გამოვიყენებ მაშინ. კითხოთ კომპიუტერს დახმარება. კომპიუტერს ვთხოვ, წაგვიშალოს 2 არასწორი პასუხი. ერთი თქვენი ვარიანტი წაიშალა. დიახ. დაგვრჩა შავი ყურძნის წვენი და პომიდრის წვენი. მაშინ უპასუხებ სის შავი ყურძნის წვენს. ისე რომ აღარ გადაამოწმებ არაფერს. ამაში დარწმუნებული ხარ რომ დარწმუნებული არა ვარ, ანუ არ ვიცი როგორც ასეთი, ანუ ცოდნით არ ვიცი, მაგრამ პომიდრის წვენის გამოყენება ასეთი ტიპის კოქტეილში სიმართლე გითხრათ ეჭვმეპარება. უფრო ალბათ სავარაუდოდ შავი ყურძნის წვენი მგონია. ანუ საბოლოო პასუხია? C შავი ყურძნის წვენი. C შავი ყურძნის წვენი. ლაზარე, რომ გეთქვა პომიდორის წვენი, მართალი იქნება. ეს პომიდორის წვენია, რომელიც ფერს, სისხლიან მერის აძლევს ფერს წითელი ფერის შეფერილობას. სამბასილარი თქვენია, გარანტირებული. მადლობა მობრძანებისთვის და თამაშისთვის. ნახვამდის, კარგად თამაშობთ. ჩვენ თამაშობდით თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.